მოგესალმებით, ჩემო კარგებო. მოდით ვნახოთ მესიჯი თქვენთვის სამყაროსგან. როგორც ესეთი ჩვენი ტრადიციული გაშლა, რა მესიჯი აქვს თქვენთვის სამყაროს. ახლა რა უნდა იცოდეთ, ამაზე გავაკეთოთ საჯარო გაშლა. გვექნება ორი ვარიანტი. პირველი და მეორე. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ. დავიმატოთ ნატურალური ქვებიც, რომ უფრო სუსტად, რა ვიცი, აირჩიოთ, რომელიც უფრო მიგიზიდავთ. ეს ორი ვარიანტი გვაქვს. აირჩიეთ და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ესე იგი, პირველი ვარიანტის შემთხვევაში, ახლა პირველ რიგში რაც უნდა იცოდეთ, ეს არის ის, რომ ცხოვრებაში შეიძლება გიდგათ რაღაც ისეთი ეტაპი, როდესაც შეიძლება გჭირდებოდეთ რაღაც ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა, თუნდაც ვიღაცის დახმარების სახით, ვიღაცის დახმარების წყალობით, შეიძლება ცოტა ისეთი მდგომარეობა გქონდეთ, როცა რაღაც სიტუაციაში თავს უსუსურადაც გრძნობდეთ, ან ისე, რომ აი რაღაც ისე არ არის, თქვათ, როგორც თქვენ გინდათ რომ იყოს რა, აი ცოტა რთული პერიოდი შეიძლება ასევე გქონდეთ რაღაც მხრივ, მაგრამ პირველ რიგში აქ რასაც აჩვენებს არის ის, რომ არიან ადამიანები და არის რაღაც სიტუაციები, რაც თქვენ დაგეხმარებათ იმაში, რომ წინ წახვიდეთ, გაიზარდოთ, ოღონდ შეიძლება აქ ვიღაცის დახმარებაც იყოს საჭირო. მოდით ახლა კიდე დავუმატოთ არკანები. აქ რაღაც გარკვეული ნერვიულობა არის, რაღაც განცდები არის. შეიძლება რაღაც რაღაც კარმული თემაა რა, ესე ვიტყოდი, მოდით. ნახეთ 6-იანი თასებიც გვაქვს. აქ შეიძლება იყოს რაღაც წარსულზე ფიქრიც, ზოგიერთების შემთხვევაში, ან იყოს რაღაც აი, არ ვიცი, ურთიერთობა რაღაც სიტუაცია, რაც შეიძლება საკმაოდ ემოციურია თქვენთვის, მაგრამ რაღაც გარკვეულ ჩიხში შეიძლება შეხვედით რა, ესე ვიტყოდი. და თითქოს რაღაც აი წრეზე ტრიალებთ რა, აი რაღაც კარმული თემა იკვეთება აქ, რაღაც წრეზე ტრიალი იკვეთება. და ისეთი მომენტი, როდესაც აი რაღაც თითქოს არ სრულდება აქ რა, რაღაც აი წრეზე როცა დადიხარ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში. აქ თითქოს სამყაროც დაგეხმარებათ და რაღაც აი ცხოვრებისეული რაღაც მომენტი დიდი ალბათობით გექნებათ. ეხლა რაშიც თქვენ არ ხართ კმაყოფილი, ან ვერ იღებთ იმას, რაც თქვენ გინდათ, მაგრამ მუდმივად რაღაც ერთი და იგივე შეიძლება მეორდება თქვენს ცხოვრებაში და სწორედ აი ეს უნდა დასრულდეს. ცოტა აი თითქოს დროის ფაქტორი არის აქ. და აქ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები და თქვენი განკურნება იქნება რაღაც სიტუაციებისგან. აქ დიდი ალბათობით თქვენ რაღაც კარმულ თემას ასრულებთ, ან გამოდიხართ რაღაც ერთი ციკლიდან, რაც შეიძლება მუდმივად გრძელდებოდა აქამდე თქვენს ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო. მოდით ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდება თქვენთან. ხო, ასევე ძალიან დიდი მადლობა, ვინც მომილოცა დაბადების დღე. ძალიან მიყვარხართ და ძალიან მიხარია, რომ ესე მაფასებთ და ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის თქვენი მხრიდან ეს მოკლედ აქტიურობა ამ მხრივ. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი. აქ ფიქრობ, რომ რაღაც გზაგასაყარზე შევობოთ გახართ ახლა, არ იცით რა გზით წახვიდეთ, რა გადაწყვეტილება მიიღოთ, რა არჩევანი გააკეთოთ. ცოტა ისეთი თემა შეიძლება კი იყოს აქ რა. ნუ აი რაღაცა ნაბიჯის გადადგმა გინდათ, მაგრამ რაღაცა შეიძლება ვერ წყვიტავთ რაღაც სიტუაციას, ესე ვიტყოდი. ვნახოთ კიდევ. ნახეთ როგორი თემა არის, შეიძლება არის აქ რაღაცა მატერიალური საკითხიც, არ გამოვრიცხავ. ერთი წამით. აქ რაღაც მომენტში ფიქრობ, რომ თქვენში რაღაც ცოდნა იხსნება ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ შინაგანად შეიძლება რაღაც სიტუაცია
გაარკვიოთ, გაიგოთ, რაღაც საკუთარ თავში აღმოაჩინოთ რაღაც გარკვეული მომენტი, რაც დაგეხმარებათ იმაში, ეს თქვენი ცოდნა, შინაგანი, რომ თქვენი ცხოვრება იყოს უფრო მეტად სტაბილური, უფრო მეტად მყარი და შეძლოთ ის, რომ ემოციურადაც და ფიზიკურად და ყველანაირ დონეზე, მატერიალურ დონეზე თქვენ იყოთ დამოუკიდებლად. აქ მგონია, რომ რაღაც ეხლა გააქვთ ისეთი პერიოდი, როცა რაღაც არჩევანი უნდა გააკეთოთ, მაგრამ ამ თქვენ არჩევანს აკეთებთ თქვენი რაღაც სულიერი ცოდნიდან, თქვენი შინაგანი რაღაც მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც თქვენ დაგეხმარებათ იმაში, რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადახვიდეთ და ეს ახალი ეტაპი იქნება თქვენთვის ძალიან დადებითი, ძალიან ასეთი მატერიალურადაც და ყველანაირ დონეზე თქვენ ეს ყველაფერი მოგცემთ წინსვლას, ეს იცოდეთ, ჩემო ძვირფასებო, თითქოს ელოდებით ამ ყველაფერს და აქ რატომღაც ცოტა ისეთი მომენტი შეიძლება გქონდეთ, რომ არ იმსახურებთ, ან ვერ ხედავთ გზებს, რომ რაღაც ესე ვთქვათ წინსვლა გქონდეთ, მაგრამ აქ აუცილებლად გამოჩნდება რაღაც სიტუაციები, რაც თქვენ დაგეხმარებათ. და რაღაც თქვენი ლოდინით სრულდება თითქოს რა, ესეთი მომენტი გვეჩანს. ხო, აქ ნახეთ რა კარგ ენერგიებში ამოდიხართ და რაღაც ძალიან დიდი ბედნიერებაც შემოდის თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება ურთიერთობის სახითაც, ან ისე, ანუ რაღაცას ძალიან იზეიმებთ, იმიტომ რომ მიხვდებით, რამდენად ძვირფასი ხართ თქვენი თავისთვისაც და სხვებისთვისაც. ესეთი მომენტი არის ჩემო ძვირფასებო და ჩემო ლამაზებო. წარმატებას გისურვებთ ყველას, დამიწერეთ რამდენად რეზონირდება თქვენთან და პირად კონსულტაციებზე გელოდებით პირადში. წარმატებები ყველას.